ტრადიციული პარასკევია, ვემზადებით კონცერტისთვის, ამჯერად შუაგული მასპინძლობს ურსას. დარჩა ზუსტად 9 საათი კონცერტის დაწყებამდე და ნახოთ რა ეტაპზე არიან ახლა. მომყევი. აბა რა შოვი, მზად ხარ საზოგადოებასთან შესახვედრად? საოცრად მზად ვართ, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, მაგრამ დღეს განსაკუთრებით, რადგან ჩვენ ძალიან გვიყვარს აქ კონცერტის ჩატარება. შუაგულის ერთგვარი ტრადიცია, რომ ურსას კონცერტის გარეშე სეზონმა არ უნდა ჩაიაროს. შესაბამისად, ამ სივრცესაც კარგად იცნობ და აუდიტორიასაც. შეაფასეს სივრცეც და აუდიტორიაც. მინდა გითხრათ, რომ შარშანდელთან შედარებით ბევრად განსხვავდება აქაურობა. რაღაცა სანერვიულოები იყო შარშან მახსოვს, რომ რო გაწვიმდეს რა უნდა ვქნათ თქვა. ესე მეკითხავთ აქაურობას და წელს როგორც ხედავთ, ამისგან დაზღვეულები ვართ უკვე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მართლა. სცენაც, ადგილი ძალიან დიდია საცეკვაოთაც. ბევრი ადამიანი დაეტევა, ბევრი ადამიანია დღეს როგორც ვიცი ჩვენ კონცერტზე, მიხარია ძალიან და მე ვარ სულით და გულით მზად იმისთვის, რომ მთელი ჩემი გული ვაჩუქო ამ ადამიანს, ვინც არის ჩვენ კონცერტზე მოსული. და გინდა ვთები რა თქმა უნდა, კი. კი ბატონო, ეს ვიდეო დაიდება ჩვენ სოციალურ ქსელში, მაშინ როდესაც შენი კონცერტი უკვე დასრულებული იქნება. რას ეტყვი ჩვენს აყურებლებს? პირველში დიდი მადლობა მინდა, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს გადავუხადო, ვინც ჩვენ კონცერტზე გადაწყვეტა მოსვლა, ვინც მოვიდა და დიდი იმედი მაქვს, რომ გაერთობა დღეს აქ ძალიან მაგრად. აქ ამის ვიდეოებიც იქნება ალბათ, როგორ ერთობიან, ხო? აუცილებლად. მოკლედ, რა ვიცი, რა გითხარით, ჩვენ გვიყვარს აქაურობა, მართლა ძალიან კარგი სივრცეა, მართლა ძალიან სასიამოვნოა კონცერტის ჩატარება და ვინც ვერ მოხვდებით დღეს ჩვენს კონცერტზე, მომავალში შემდეგ კონცერტზე გევლოდებით აუცილებლად. მოკლედ, ნელ-ნელა მოდის ხალხი, თქვენც მზად ხართ და აბა თქვენ იცით. აი საღამო. წარმატებები. აი საღამო.